ძირფასო მეგობრებო, ხოთ მიესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ქალბატონი ეკა ბესელია. ეკა ძალიან დიდი მადლობა. შენ ხო იცი რომ ძალიან მიყვარს როდესაც მოდიხარ ჩემთან გადაცემაში. მე ძალიან მიყვარს და მომენატრე. ძალიან ბევრს ვიცით ხითხითებ და ძალიან კარგად ხითხითებთ. ისეთი არის ხო. სხვები ძალიან ხალისობე. კი, ხალხიც. კი, იმიტომ რომ მოწონთ. მე მახსოვს გადაცემის შემდეგ პარლამენტში რომ მივედი, მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი, ბოლოს რო ვიყავი სტუმრად ჩვენთან და ისე კეთილად მიღიმოდა ყველა დაცვის თანამშრომელი და ყველა პერსონალი, იმიტომ რომ ყველა უყურებს შენს გადაცემას. პარლამენტშიც უყურებს. მოწონთ ხო და იფიქრეს ეს გოგონეთ ასე ხითხითებდეს იქ დარბაზშიც. ესე პარლამენტშიც გვიყურებენ. კი, გიყურებენ. და ძალიან მოწონთ ეს გადაცემა. ისეთებიც გვიყურებენ, რომ ეხლა არ ვიცი ყურების თავი აქვს თუ არა ეხლა მაგრამ მიერთით ჩვენი გამაგრილებელი დასმელი. ესე იგი, ბოლოს რო იყავი მაშინ ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო ეკა ვანო ზარდიაშვილს ტუჩები რომ ჩემი მარცხენა ტუჩები რომ მოუჭყლიდე ხო გახსოვს ეგ მაშინ იმის მერე არ ყოფილხარ გადაცემაში ხო იმის მერე მერიდებიან და აღარ მიწვევენ არა მართლა მაინტერესებს იმიტომ რომ მოსჭირდება ხა შენ დიდებული ეს წვენი ხო მადლობთ შენი გაცეცხლება სჭირდება ქართულ პოლიტიკაში. შემოლაწუნება ჭირდება ხო ოპოზიციას თუ პოზიციას? ყველას აბსოლუტურად. ხوار ჩამოუარა. ჩამოლა ერთი მარცხენადი. მაგრამ აი ამ ეს მინდოდა ეს შეკითხვა დამესვა შენთვის რომ აი ამ ზარდიაშვილის ამბის მერეს ხო. იმის მერე აი როგორ იყო აი ფრთხილობდნენ ანუ პოლიტიკოსები ანუ უკვე ესე იგი როგორ გიყურებენ? ესე იგი აღმოვაჩინე რომ რადიკალურად შეიცვალა ჩემს მიმართ განწყობა იმ ცნობილი ამბის შემდეგ და რომ მივდიოდი პარლამენტში ინტერფაში რომ გავივლიდი რაღაცა ყველა ესე ან სწორდებოდა ან უკან იხევდა დისტანციას იჭერდა და მივხვდი რომ რაღაც ცოტა შიშით მიყურებდნენ და ბოლოს ხდომა უკვე კენჭისყრა და ოხანაშვილს მიყავს ეს ხდომა რომ მიკროფონთან ვარ და გამორთო მიკროფონი ან მოეწონა ეხა რაღაცებს ლაპარაკობდი ძალიან მწარე რაღაცებს აქედან და რომ გამორთო და ვეუბნები ეხა არა მომიყვანა თქო ზემოთ ეხა მან სადაც შენ სადაც ის ჩემ ადგილას ხო ეხა უცებ ეს გასწორდა წელში და ეთყობა უცებ კადრმა გაირბინა ეთყობა თვალწენი ცნობილი მარცხენათი და ხო მივხვდი რომ ცოტა შეირხა შეეშინდა კიდევ არ ჩამირთო ისევ არა მომიყვანო თქო ხო იცი ხა რაც მოხდება თქო და ავდივარ ზემოთ და უკვე მივხვდი რომ ეს პატარა და რაღაცას უკვე გაილია ესე შეეშინდა და გამორთო მიკროფონები და დაცვას ეუბნება რომ თვალი დანიშნა რომ ჟურნალისტები იყვნენ კამერები იღებს ხა ამ ყველაფერს იმიტომ რომ აი ხა ავედი ზემოთ და იფიქრეს რომ ამას ზარდიაშვილზე უარეს დამართებს და გაიყვანეთ ეს კამერები და ის ცნობილი კადრი ხელში აყვანილი რომ გაყავთ ჟურნალისტები და ამბავი რომ ეს სასწრაფოდ რომ არ ნახონ რომ იფიქრეს ახლა ამას არ გადაიღოს ხო ამას მიჩექმავს ახლა იფიქრეს და ნუ არ გადაიღონ ეს კადრი რა გინდა მეუბნება ეს ხმადაბლო რა გინდა ქალბატონო მე ვთხარ ამიდა კი ახლა მიკროფონი ჩართე ეგრევე ჯარდა მიკროფონები ისეთი გახდა უცებ გუგლი ესე იგი რაღაცა იმიჯი ჩამოგიყალიბდა ეს არ მიდე ხა იგი იმიჯი არ არის ჩემი როლი გულწრფელად მაგრამ ამ პოლიტიკური მას გარემოს უხდება მე ხო აი როგორი რაღაცა იცი აი ელაპარაკო ხა მაღალ მატერიებზე ადამიანებს რომლებიც აი ესეთი რაღაცა იაფასიანი მეთოდებით ხო იქცევიან აი რაღაცა ძალიან არაადეკვატური იყო სირინოზის ხმით ეხელაპარაკი იცით ბატონო ანდრი გთხოვთ ჩართეთ მიკროფონი რაღაცა ძალიან სასაცილოდ გამოიყურება ეს შეიცვალა აღარ არის ის ვის ენაზე უნდა ელაპარაკო ალბათ ზოგჯერ ადამიანს რომ გააგო ხო კარგად გაიგო რო ამედი ზებოთ ეგრევე გახდა გუგული მე მახსოვს იყავი შარშან წილი სულ შარშან იყავი თქვი რომ ქართულ ოცნებასო დედა მე ვიყავიო და ქართულ ოცნებას დედა აღარ ყავსო ნუ ესეთი ძალიან ცნობილი ფრაზა იყო რომელიც გავარდა და ყველა ამაზე იცინოდა რომ ქართულ ოცნებას დედა აღარ ყავს ეხა მამაც აღარ ყავს ეხა აღარ საერთოდ ვიყავთ ბაბუაც აღარ ეს ერთი ძმა ცალკე გავიდა საცხოვრებლად ეხლა გააკეთა ახალი პარტია აქვია რაღაცა გახარიას პარტია ხო არის ერთი ძმა ცალკე გავიდა საცხოვრებლად
ნელა ვიღაცები ტოვებენ, ნათესავები ტოვებენ. ნათესავები ტოვებენ იმას. ძალიან საბრალო საყურებლები არიან, ხანდახან შეიძლება მოგინდეს რაღაცა ესე ხელი მოკიდო, მაგრამ არაფერი არ გამოვა მაგათგან. ისე გადავიდეთ, გახარი როგორ მოგწონთ გახარის გამოსვლა. ხო, რაღაცა საინტერესო ფერი აქვს, საინტერესო ეს იასამნის ფერი. ხო. ფერი მომეწონა, მაგრამ ჩემ წვანეს მაინც არ ჯობია. საქართველოს პოსტი. ფერი კარგია. ნახოთ რა სიზამს, იმიტომ რომ საინტერესო იქნება მისი შემდეგი ნაბიჯები, ხა? ხო. მისი დატოვებული პარტია აშკარად გრძნობს ის მიმართ პრობლემას. ხო. ხო, აშკარად ეთყობა, ხო, და იზომება ეხლა რითი უნდა მივხვდეთ. რითი უნდა მივხვდეთ, რომ მაგალითად ბიზნეს კაცი არ არის გახარი. აი დააკვირდით კობახიძე როგორ იქცევა რა. შეხედეთ კობახიძე და მივხვდები მისი მეგობარია. აი კობახიძეს შეხედე როგორ იქცევა და აი როგორ იქცევა. ხო, ნუ ეხლა ისურის იჩხვლიტება ძალიან გახარიას მიმართ და ისურის, ხო, ამ რაღაცა უკბილო კომენტარებს როგორც ახასიათებს, რაღაცა გაუგებრად, მაგრამ აშკარად ჩანს რომ ნერვები ეშლება. მე რას ვამბიცი, ანუ ესე იგი როდესაც იწყებს კობახიძე ვიღაცის გაკრიტიკებას, ესე იგი ეს ნიშნავს, რომ არ არის თლად კარგად, ანუ მათთან არის მაგალითად პატრიოტთა ალიანსი არასოდეს გაუკრიტიკებია. ხო, ყოველ შემთხვევაში ფსუბუქად ისე რა. ფლირტის დონეზე შეიძლება რაღაც, ხო. ეხლა გახარიას მიმართ ცოტა მოუმატა ტემპს და ამით ეთყობა რომ უმატებს ამ ტემპს, ეს იბრაზის პროპორციულად ხება. ეს არ არის მისი პერსონალური ამბები ეხლა, მას უბრალოდ ეთყვია რომ აი ეს უნდა თქვა და ის ახმოვანებს ეხლა კობახიძე რა თავისით კი არა ახმოვანებს იმ უტვინო მესიჯებს. უბრალოდ ეუბნებია რომ ესე უნდა ილაპარაკოს. მაგრამ ამით ხვდები ხა მე კარგად საიდან მოდის ეს ყველაფერი და ხო, ანუ არ მე რას ვამბიცი, მე გახარიას გამოსვლაში ერთი რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო და არ ვიცოდი, იყო რომ თურმე ქვეყნის თავარი პრობლემა არის კორუფცია და ნეპოტიზმი. მე ეს არ ვიცოდი. არ იცოდი ხო პირველად გაიგე. მე ეს მართლა არ ვიცოდი, საიდან უნდა მწოდნოდა. ეკითხება, საიდან უნდა მწოდნოდა მე და ანუ ამით გახარია მე ესე იგი ეს კარგი რაღაც გითხრა რომ კორუფცია არის ქვეყანაში ნეპოტიზმი აღმოვაჩინეთ. დავკნათ. ხო. აცადოს ნახოთ, შეიძლება კიდე უფრო მეტი რამ დაგვანახოს, რაც შეიძლება ისი თვალიდან ახლა ერთი კიდე ის გავიგე რომ იმედი თურმე ყოფილა სამთავრობო არხი. მე არ ვიცოდი ესეც აღმოვაჩინე. გახარია თქვა. და ნახეთ. ნახეთ რომ ის არ მივიდე და ეგრევე მივხვდი რომ რაღაცა სამთავრობო არხის ის ხო არა აქ მეთქი ამ არხს ესე ვიფიქრე. ერთი გაფიქრება კი. საოცარია, ანუ აი მართლა ბოლო 2 წელია. აი კომენტარის დონეზე ხა ეთერში მიწევა, ხო ზედმეტი ამას საუბარი. აი კომენტარის დონეზე არავინ რაღაცა იმედი ჟურნალისტებს ხა თვე წლებია ხო ვიცნობ რაღაცა ბევრი რამ ერთადაც გამოგვილია. სათოფეზე არ გეკარებაო რომ იტყვიან ისე რაღაცა კეთროვანებით გამირბიან მეც აი საერთოდ ანუ ესე 2 წელია შენ იმედზე საერთოდ არ ხარ ნაყოფი? არა, კომენტარის დონეზე არ მოსულა არავინ და საერთოდ არა, ესე გადახაზული ვარ წითელი. აი მაგალითად რაიმე კულინარიულ გადაცემაში წავიდნენ არაფერში. ვინ გამაფუჭებინებს ახლა? აი პრაიმ შოუში ეს სადღაც მიკარგულ ადგილასო იჯდე უკან ბოლოში მაინც არა. არანაირ დონეზე არა. კულისებიდან რო ილაპარაკო. იქაც აჯიჯი ვარ კულისებში გამორიცხო. მარტო ხმარო ისმოდა. ხო, აი საოცარია და ეს აი გახარიასთან რო არ მივიდნენ ხა აი ესეთი ღია გაშიფრად. ხო, ეს არის გაუგებრობა. გაუგებარი, როდესაც ტელევიზია აცხადებს პოლიტიკურ პარტია რომელიც ახალია ბოიკოტს. რატო აცხადებს? ტელევიზია რაშუაშია პოლიტიკურ პარტიასთან. აი ბოიკოტს რატო? იმიტომ რომ ხა იმედი თავის თავს აი იდენტიფიცირებას აკეთებს რომ არის თავრობა და დატოვა თავრობა. ეგ იყო ხო, მაგრამ და ჩამოიხსნა. მაგრამ ასე უჭკუოდ გაკეთებული არ ვიცი. მაგალითად შენ რო წამოხედი უბრალოსობიდან პირდაპირ მალევე იგრძენი რომ დაიწყეს შენზე აი ესეთი შეტევები. ხო, აი აბა. ანტი-პიარ რაღაცა ესეთი. პირველად იყო რომ რატო წავიდნენ რა უნდათ, შემდეგ ამას მოყვა არა წასვლას მანამდე აპირებდა. გეცოთ ხო გახარიაზე კობახის კომენტარი. მანამდე წაპირებდა გადადგომას. იგივე, ხო. მეორე ესენის ნაცებისკენ არიან, ესენი ერთ თამაშს თამაშობენ, კობახის კომენტარი გახარიაზე ნაცების თამაშთან ყველა ერთნი არიან. აი ერთი და იგივე ლექსიკონი. უტვინო თან ეს ერთი და იგივე როლის უტვინო მოლაპარაკე.
თუ არც იღიმება, არც ტირის, არც ცინის, რაღაცა ემოცია მაინც გქონდა. ხალხო მაინც დაიძახოს, რაღაცა თქვენ. ხოშურის ხალხო ყველაზე ხშირად პარლამენტში ამ სიტყვას ახსენებდნენ და ესე შემომხედავდნენ თან გვერდით. ხალხო. ეხლა, ეს რისი მანიშნებელია მაინტერესებს შენგან, რომ ქართული ოცნების წევრებმა გადაწყვიტეს, რომ მოვიდნენ მთავარ არხზე. მოენატრეთ. თავარი არხზე მოვიდნენ, რომ მიიღონ პოლიტიკურ რაღაცა თოქ-შოუში მონაწილეობა, მოწყიდათ მარტო იმედის ეთერში სიარული, აღარ რამდენი ხანი უნდა იარონ ამ იმედის ეთერში. რას ნიშნავს ეს გახარიას გასვლას? ეხლა ეს აი რომ საუბრობთ, რომ სიმწირეა ცოტა გონიერი რაღაცა გადაწყვეტილებების, ეს იშვიათი გამონაკლისი ახლა ვიღაცა მეტყობა გამოირიეთ ჭკვიანი. ხო, ვიღაცამ გამოურია რაღაცა ჭკვიანური, რომ იმიტომ რომ ეს ესეთი სივრცეა, რომელიც პოლიტიკურად უნდა გჭირდებოდეს, უნდა მიხუდე და ეხლა რატომ არ უნდა გამოიყენო, ხო? ამიტომ ალბათ მიხვნე, რომ ეხლა მხოლოდ იმედზე სიარული და ეს რაღაცა კომუნისტური გადაცემების პერსონაჟად გამოსვლა არ არის საკმარისი, ეხლა ბოლო ყველაზე მობეზრდა ალბათ, რა ვიცი. აქაც უნდა ისმოდეს, ხო, ესე იგი მაგათი ხმა, ხო? აი, ეს საინტერესო იქნება შენ გადაცემაში, ეხლა რომელიმე მათგანის მოსვლა. ისე კობახიძე რო იყოს ეხლა აქ. არ არის საინტერესო, ხო? აი, ვინ იქნებოდა საინტერესო? საინტერესო იქნებოდა თალაკვაძე. აჩიკო თალაკვაძე იქნებოდა კარგი. თავის ვესტერნის ფორმით, რაღაც ვესტერნის სურათი ხო დადო, იმაში რანჩოდეროა. მაგით კაი ლექსების კრებულს მოატანინებდი, მუსიკის ფონზე თან უნდა დაუკრავდა. ხო, აჩიკო ბევრად პოეტური საღამო გექნებოდა. და ბევრად საინტერესოა სხვა შორის, ახლა მართლა კობახიძე სატო უნდა უსწრებო. შემოწერმავს მინდა შენ ჩაუში. ეხლა ეს 53%-იან იმას ბარიერზე რომ მოაწერეს ხელი და გახარია რომ გავიდა. როგორ იქნება ეგ ამბავი? იცი რა, პოლიტიკურად მე ვფიქრობ, რომ გახარია ახლა მართლა ქართული ოცნებისთვის თავის ტკივილი არის. ეს 53% აღარ არის ესე მარტივად გადასაწერი. ეხლა ამის ხო გადაწერა ხდება ციფრების და ოქმების და არახმების დაკლა. რთულდება გადაწერა. ხო, ეხლა რთულდება, ხო, ცოტა გაურთულდა ამოცანა. ამიტომ მე მგონია, რომ კარგია რომ შემოbrunდა და არ წავიდა საერთოდ და არ თქვა რომ წავედი. არ იქნება იოლი. ხო, ცოტა თუ ოპოზიციაც გონივრულად მოიქცა და შემოლაწოდება თუ არ დაჭირდება. მე ხო გეუბნები მაგით და შე თუ გააქტიურდა. იმედი მაქვს შემოლაწოდების გარეშე მოხდება ეგ ამბავი. ხო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია მართლაც რა. ელისაშვილის სიზმრებს თუ ეცნობით. აი, მაგდენის ატანა არ შემიძლია ღავანო, მაგდეს თუ მომთხოვ. ხო, ბოლო უნახავს თურმე რომ ერეკლე მეორეს ეუნებოდა თვალებში უნდა ჩაგხედო. გეორგიევსკის ტრაქტატზე მოაწერინა უკვე ხელი, ხო და იმის მერე შევიდა სიზმარში და გაბრაზებული იყო რომ თვალებში უნდა ჩაგხედო. ეს შემდეგი სიზმარი რაც და შემდეგი სიზმარი რა იქნება, ვის უნდა ჩახედოს აღმაშენებელს. კი ბატონო. საოცრება. ხო, იცი რა უნდა გითხო, ეგა ტროლების შეტევის ხელი ახლა არ თუ არა? როგორ არა? ხო. ო, იმდენი ომი გადამიტანია რომ რა ვიცი. ხო. სერიალების დონეზე კი, როგორ არა? ჭორები გივსელები თუ არა? რამდენიც კიდე. რა არის ყველაზე ესეთი გავხსენებული ჭორი, რაც აი მე ჭორებს უნდა მოგიყვე. ნუ ეხა ყველაზე ისეთი არის, აი როგორ გითხრა, აი უკვე მოითელა ეს თემა, ხა ფოთის სპორტს ხო ვაკონტროლებ. ეს ნუ ეხა ისეთია, ხო ვაკონტროლებ და ბუზი ხო შეფრინდება და გამოფრინდებოდა იქ. ხო. ხო, ნუ ეს ჭორები გავიარეთ ეხა, ხო, ეს ღაპრები. ხო. ეხა ბოლო პერიოდის ჭორები. არ ვიცოდი ეს ორი ნაბიჯი კაცო რა იყო რაღაცა სუპერმარკეტების ქსელი ყოფილა, მაგრამ ხო. წერენ ამ Facebook-ში პირად იმაში, რომ ქალბატონო ეკა რაღაცა დისტრიბუციაში მუშაობ, გამათავისუფლეს სამსახურიდან და თქვენ ყოფილხართ ამ ორი ნაბიჯის მე პატრონი და დამაბრუნეთ რა სამსახურში, ხან ერთი ბიჭი მწერს, ხან მეორე გოგო მწერს. კაც ჯერ ეს ორი ნაბიჯი მე გავიკითხე, მართლა არ მქონია ხა რაღაც ჩემები დადიან ხოლმე არ მიწევდა სიარული. ხო. აღმოაჩინე რომ ისეთი ქსელია რა, ბევრგან რო არის და ხშირად რო შეხვდები. ეს არ არის მხოლოდ ესე ვიღაცა მომწერა, ერთ-ერთი ხა არ მიდე სახელი და გვარი, ისეთი ნაცნობი სახელი და გვარია. ამას წერათ მეუნება რომ ჩემ ახლობელმა მთხოვაო რომ იქ ორი ნაბიჯიდან გაუთავისუფლებიათ და იქნება
ჩემი ახლობელიც კი, ბოლოს გამგიშდა, ვიფიქრე, კაცო, ვისთან არის ეს, ვისთან არის დაკავშირებული, ხა არ მინდა ვთქვა მე ვისთან არის დაკავშირებული. მოკლედ რაღაცა სახელით მოხდა რაღაცის ეთყობა იდენტიფიცირება. მაგრამ ეხა კიდე ერთი გამახსენდა. არჩევნების დროს, აი ხა ბოლოს არჩევნები რო იყო, 2020-ის არჩევნები, ხო ცხეთათიანში ვიყავი და ერთ-ერთ სოფელში ვარ შეხვედრაზე და აი ესე გავიარე რა უბრალოდ და რამოდენიმე კაცი ესე მაგიდის ირგვლივ ესენი ესე შეხედან რა იქ და რაღაცას თამაშობენ და გავაჩერე მივედი დაველაპარაკე და გაუხარდათ უცებ რომ დამინახეს მაგრამ მე ცოტა ხნის მერე მეუბნება ერთ-ერთი რომ ქავტნეკა ხوار გეწყინებათ რა ერთი რაღაცა უნდა კითხოთო ხო რა აკო ერთი სოფელი და იქ ჩამოდისო გუმისყალი, ვაი მე ხმარ თუ სახელს ვერ დავიმახსოვრე თუ მე რომელსაც მე ვაკონტროლებ. გუმისყალი მე მგონი თუ სწორად ვამბობ და სოფელი ამბობს რომ თქვენო გადაგიკეტის წყალიო, გადაკეტეთო და სოფელსო წყალსო არაძლევთ. აი მუცი წარმოვიდგინე ჩემი თომი გველი ჯაფით წყალს რო არაძლევს სოფელს. ანუ თქვენია მდინარე. ხო, რა ნუ ის სოფელი თურმე წყლისგან, უწყლობისგან უფრო სწორად იტანჯება და ეს ნუ ისეთი სერიოზულობი და შეწუხებული ეს კაცი რომ თქვენი ყოფილაო ეს წყალსაცავიო და სოფელსო წყალი არა აქვს და გამოვიშვით რა წყალი. აი შენ სეკას ფიქრობ. მდინარეებს აკონტროლებ. შენ წყალს არაძლევს ხო? ხო, ნუ აი ამას აღარ ვამბობ რაღაცას გადამზიდავი კომპანია სატვირთო მანქანების თუ რაღაცის ღმერთო შენ მიშველი რეები მესმოდა. ესეც შენი ხო, რაღაცა ჩემი და მეუბნება და ტაქსის ღობა მითხრაო რომ მიხვდაო რა სახთან მომიყვანაო აი ესეთი რაღაცეები იცი რა არის როგორც უყურებ ახლა ქართულ ოცნებას ცოტა ძალიან უჭირს ახლა ეს ხალხი გადის ამ პარტიიდან და შანსი არის იმისთვის რომ აი მაგალითად შენ იცნობ ბიზნეს იმაშვილს კარგად ვიცნობ კარგად აი ყველაზე კარგად დიახ იმის შანსი არის რომ მესამეთაც მოვიდეს სწორი პასუხი უნდა სად უნდა მოვიდეს არის და ეგ არის საიდან უნდა მოვიდეს არა ზოგადად ესე რომ თქვას რომ აი მესამედაც მოვდიოს და რომ არსად არ წავსულო რა ქვარო რა თქვას თუმცა არც უძლეველობის ის არ დავხატოთ ეხა მითი რომ ყველგან არის და ყველაფერს აკონტროლებს არც ეგ არ არის ხა რეალური ამბავი რა ალაგ-ალაგ აკონტროლებს ძირითად მომენტებს ეხა ამათ რა ეთყობათ ან გაკონტროლებულის ეხა ვინც იქ დარჩა ხო რა დაიმხეს თავზე ყველაფერი და აეთყობათ ან გაკონტროლებულის ან დალაგებულის ან აწყობილის ვანო ხო უჭირს ეხლა ქართულზე რო გთხოვონ ეკა დადბრუნდი აი ხო იყო 2018-ში რო ცხოვეს ძველ გვარდიას ხო დაგვიბრუნდიო ძველი გვარდიაო და შე რო გთხოვენ რასისაო აი ეკა მაინტერესებს რა და რამდენს ფიქრობ ეკა არა რაღაც აიჩო ჩაპიკდი რა არის როგორ შემეცოდა ჩემი თავი რომ წარმოვიდგინე დაბრუნებამდე კი ხო და ამ თემასთან დაკავშირებით ახლა პროდიუსერი მანიშნებს რომ ჩვენ სტუდიაში არის ზარი მაყურებელი რეკავს რომელსაც სურს თქვენთან გასაუბრება რა თქმა უნდა თქვენ თუ იქნებით თანახმა რომ კეთილი რა პრობლემაა შეხება და ამიტომ ამ კითხვებს პასუხს თუ შეიძლება ზარი შემოუშვით სტუდიაში ალო გამარჯობა ის მიჩემი ხმა კი გვესმის გისმენთ ვინ ბრძანდებით გისმენთ რაღაც შენი ხმა არის მოდა ჩვენ სასარგებლოდ და დავეჭდი ცოტა ესე იგი გესმის ჩემი ხმა ხო მესმის ვინ ბრძანდებით აი მე უბრალო რიგითი მოქალაქე ვარ არც პოლიტიკაში ის არის არ ვიცი არავინ უბრალო მოქალაქე გახლავართ მე არც პოლიტიკაში ვერები არც ეკონომიკაში არც პარტიულ სიაში ვარ ნუ ახლა ხას ბლუმბერგის სიდანაც ამომიღეს მილიარდერების მოკლედ ერთი უსახკარო კაცი საუბრები თქვენ გისმენთ კი ბატონო გისმენთ ის თქვენ როგორც გავიგე ეკაბესელი ეკავთ სტუმრად ქალბატონი ეკა დიახ გაესაუბრეთ მოგესალმებით ქალბატონო ეკა თქვენ შეიძლება არ ვიცნობთ მე როგორ ბრძანდებით თქვენ როგორ ახართ გიცანით არა მგონი მე რიგითი მოქალაქე მართ ვიცნობდეთ უბრალოდ გავლელი ვარ კი ბატონო გისმენთ ერთი თხოვნობა თქვენთან როგორც რიგით მოქალაქეს ქალბატონო ეკა მე როგორც რიგით ამორჩეველმა მინდა გთხოვოთ რომ დაბრუნდით ქართულ ოცნებაში ისევ შევკრათ ძველი dream team ძველი dream team-ი? დიახ კაცო თქვენ როგორც მოქალაქეს კი გინდათ მაგრამ იქნება არ უნდა ბატონ ბიზნეს არა გამორიცხულია მე პირადად დაველაპარაკებ ბატონ ბიზნესს და დარწმუნებული ვარ არ მეტყვის უარს თქვენ ესე იგი საჭიროა დაუჩოქებ კიდეც მე როგორ დაგვიბრუნდით ქალბატონო
თქვენ როგორ დაგვიბრუნდით და ვანო ზარდიაშვილის ტუჩებზე ბოტოქს გავუკეთებთ. კარგად მოუჭუჭოთ და მოაწიწოთ ის ტუჩები. ძალიან გინდა რომ დაგვიბრუნდეთ ალბათო ეკა ერთი სიტყვით რა. კი ბატონო, რა ვიცი. არა მარტო მე. არ არსებობს ადამიანი ქართულ ოცნებაში, თქვენი დაბრუნება არ უნდადეს ალბათო ეკა. შეიძლება. აი ახლა მე ნებისმიერ რიგით გამლეს გავაჩერებ და მივხვდებით რომ ყველას უნდა თქვენი დაბრუნება. ჰეი თქვენ ნებისმიერ რომ გამლელო. ელაპარაკეთ რაბესელიას. მე მივუნდი. დიახ. აბესელიას ისაუბრეთ თუ შეიძლება. მოგესალმებით კატონიკა, მოგესალმებით. მე გახლავთ ნებისმიერი გამლელი. რომელსაც თქვენ დაბრუნდით ქართულ ოცნებაში რა. დიახ. ამ არაჩვეულებრივი იდეისთვის სრულად უცხო ადამიანს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა გადაუხადო უსენსიტიური სი, უადეკვატური, უშაქარყინოს, ურახათი ხუმესი მადლობა. ბიძინა ვიძი მოყვა. აი მოიწული რომაცი კარგი და ადამიანი არ იყოს ბიძინა. გინი ჩვენ ბატონო. გაჩუმდი. ბატონო ბიძინა, ესე იგი თქვენ ხართ, გიცალით კაცო. ხო, რა ხარ ვიცალით ბაში მე ვარ კი. აი მართალ დაბრუნდი ეს კანტონიკა. აი მეც მაგრამ მაწყინი ეს, მაგრამ დავბრუნდი. ისყენა გადავყლატე, მე ზემოდან იმდენი ტენდერი დავაყოლე, რომ ვაფშე ჩაიტანა ისყენა, ვაფშე გაკრიალებული საკლაპავი. ანგრატმა გაკრიალებული ვაფშე არ მაქვს. ნაკლი, მე მგონი აღარ არის თანახმად რაღაც შაფიქრებული გადავიდეთ იმაზე. აბა მე დავიწყებ და ყურადღება. გისმენთ. ეკა მომისმინე და ძალიან ხო სწორი გადაწყვეტილება მიიღე. ეკა შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები როგორი მნიშვნელოვანი იყავი ჩვენთვის. ჩართებუსიკა. შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები შენი დაბრუნებით როგორ გასწორდება ეს ქვეყანა წელში. შენთვის ხომ ქართული ოცნება შვილივით იყო. შვილმა გაგაბრაზა? მაშინ დედა რისი დედა რომ პატიება ვერ შეძლოს. შენ ხომ ჩვენი პარტიის ღირსეული დედა იყავი. მუდმივად გიშიჩინებდი რომ გვემეცადინა და განათლება მიგვეღო. რატომ მივბატოე პარტიული შვილები ეკა? შენ გული არ ქონია. აუ ეკა დი. მაგრამ ისინი სენსიტიური ტექსტი ეგin ბატონო ვინა. ამათი იდრი ბეტუნი ვიდინე. დასწავლი იყავი ნე ბატონო ვიდინე რა. აბა რა ვიდი ეკა რა სიტყვი მოხედა როგორ ნერვიულობ ბიჭი. რა სიტყვი? დაგვიბრუნდი ეკა. აღარ აკავ დედა, აღარ შვილებო, აღარ აკავ ხორჩა. შვილებო, აღარ აკავ დედა. ხო, მოკლედ რა თვის გული ქონია ეკა. თორე დინარაძეს, ოხანაშვილს და მათიკაშვილს ასეთ ანგელოზივით ბავშვებს დედა მიატოვებს. თვის გული ქონიათ. წამო ირაკლი ჯობია გუგული ბაღრაძესთან დავრეკოთ. პარტიას დედა აღარ ყავს და იქნებ ბებია მაინც შევინარჩუნო. საუთრო სიგარეტის მოწომა დაიწყო, ხოდა უაზგეთ. ეს მომიქრეთ რა, არ უნდა დაგვერეკა რა, გეუნი, არ უნდა დაგვერეკა რა, ხო გეუნით რა. ტელეფონი არ გამოვიდიშო. კარგად დე. ეხა მოკლედ ესე იგი ძალიან დარდობენ ბავშვები დედა რომ აღარ აყავთ და ესე რომ მიატოვე ესე იგი შენი ესეთ პარტიული შვილები რა ვქნათ ეკა რა აღარ უშოლით აწიდარდი მაგათა თავის დროზე ედარდა ჯობდა და თავის დროზე ეფიქრათ უფრო მეტი. მოკლედ ესე იგი წარმატებები მინდა გისურვოთ ძალიან დიდ პასუხისებს ხო იცი ჩვენ ძალიან დიდი ხნის მეგობრები ძალიან დიდი ხნის კი ფრონტელი ხო და ყოველთვის შემატკივრობ მადლობა ვანო დიდი მადლობა წარმატებები ქალბატონი ეკა ბესელია იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი მადლობა